საინტერესო დღე იყო დღეს ლონდონში ვარ ბრიტანეთში პირველი შეხვედრა იყო კონფერენცია რომელიც ეძღვნებოდა ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს რომელიც საქართველოშიც მიიღება ახლა თავისი დანამატებით და მომხსენებლები ვიყავით მე ყირგიზი ჟურნალისტი რუსი ჟურნალისტი და ამერიკელი და ბრიტანელი იურისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები საინტერესო იყო ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა რომ საქართველოს უმძიმეს ვითარებაშია და ეს არ ყოფილა მხოლოდ ჩემი პოზიცია ყველას აქვს ეგ შთაბეჭდილება და ამის ცოდნაც რაც თავარია ის მეორე ნახევარში უკვე შეხვედრა იყო ბრიტანეთის ლორდთა პალატაში აქვე ახლოს ლორდ კირქოფთან რომელიც არის თანათავმჯდომარე ბრიტანეთის მთელი პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის მე მგონია რომ ამ დაწესებულებაში ისეთი ცოდნა აქვს საქართველოს და განსაკუთრებით რუსულ, ქართული, რუსულ, ევროპული, რუსული და ჩვენი რეგიონის ურთიერთობების, ასევე ცხადია რომ უკრაინა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, რომ პირადად ჩვენ არ უნდა დავიშოროთ ძალები იმისთვის, რომ სულ შევახსენოთ ბრიტანელ ლორდებსაც და ქვედა პალატის წარმომადგენლებსაც ის რომ საქართველოს არის გამოსავალი არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონისთვის, არამედ ცენტრალური აზიისთვის, იმიტომ რომ აი ეს გზა, რომელიც გადის საქართველოს მეშვეობით და მხოლოდ საქართველოს მეშვეობით ანაკლიის პორტით, ევროპის მიმართულებით, მათ შორის უკრაინის მიმართულებით და არა მხოლოდ უკვე ევროკავშირში ყოფი ქვეყნების მიმართულებითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადაწყვეტი არა მხოლოდ ჩვენთვის, არა მხოლოდ შუა აზიისთვის, არამედ მათთვისაც აქ დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში და უკვე შორსაც ატლანტიკის მიღმაც. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქციდეს და უნდა დასანქციდეს, ხოჭობს ამაზეც იყო ლაპარაკი ძალიან ბევრი, იმიტომ რომ განსაკუთრებით მტკივნეული ივანიშვილისთვის მოგიხსენებათ ბრიტანეთის სანქციები, იმიტომ რომ ქონების ძალიან დიდი ნაწილი აქ მას აქვს. საუბარი ამაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ჭირდება ბრიტანეთსაც, ევროპასაც და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს. ჩვენ ვართ მთავარი გზა, რომელზეც უნდა გადიოდეს ცენტრალური აზიიდან წამოსული თვირთები შავი ზღვის გავლით ევროკავშირისკენ და შემდეგ ბრიტანეთისკენ და დანარჩენი მსოფლიოსკენ. საინტერესო იყო ხოლ კიდე გაგრძელდება საინტერესო შეხვედრები მათ შორის ქვედა პალატაში ბრიტანეთის პარლამენტის. ვნახოთ როგორი იქნება ხვალ მოგიყვებით უკვე ხვალინდელ ამბებს.